რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 7 ეგრეთ წოდებული მაზავში კი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნინო გიორგოვიანის განცხადებით დაკავებულები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საშუალებით სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით უკანონო ფსონებს იღებდნენ. მოთამაშეები წაგებული თანხის გადასახდელად და სოლიდური თანხების შესაგვარებლად სხვადასხვა სახის დანაშაულს შადიოდნენ. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოთამაშეები წაგებული თანხის გადასახდელად და სოლიდური თანხების შესაგვარებლად სხვადასხვა სახის დანაშაულს, კერძოდ ქურდობას, ძარცვას და ყაჩაღობას შადიოდნენ, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ აღკვეთეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოთამაშეები წაგებული ფულის სანაცვლოდ გადასცემდნენ ან ალომბარდებდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას, ბინებისა და ავტომანქანების სახით. წაგებული ფულის დაგვიანების შემთხვევაში მოთამაშეებსა და ბრალდებულებს შორის იმართებოდა სისხლიანი გარჩევები, ხოლო რიგ შემთხვევაში ეს გარჩევები თვითმკვლელობით მთავრდებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულთაგან 3 პირი წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არიან დასამართლეები.